იცით რა, მე თუ მკითხავ წარმოთქმაზე, როდესაც საუბრობ, გვერდი არ უნდა აუარო აი ამ სიტყვას. რადგან სტანდარტული ბრიტანულის კუთხით შეხედავ თუ ზოგადი ამერიკულის კუთხით, ორივე შემთხვევაში ძალიან საინტერესო მომენტები ხდება მასში. სტანდარტული ბრიტანულის შემთხვევაში მისი ჟღერადობა ასეთია. Literally, ხოლო General American-ში გავიგონებთ ასეთ ვერსიას. Literally. ახლა შევხედოთ, როგორ უნდა დავაკოპიროთ ორივე ვერსია. Standard British pronunciation-ის შემთხვევაში აი ხდება საინტერესო რაღაცა. T და R ბგერა როდესაც ხდება ერთმანეთს, მათ შორის გაჩნდება ხოლმე sh გარდამავალი sound-ი. და ვღებულობთ literally. და კიდე ერთი პატარა მომენტი არის, ალბათ შეამჩნიეთ. Lit-სა და trell-ის შორის კეთდება პატარა გლოტალური წყვეტა. და ვღებულობთ საბოლოო ჯამში. Literally. Ხოლო ზოგადი ამერიკული, რა თქმა უნდა, აქ გამოიყენებს to ბგერის ნაცვლად მის საყვარელ flap t-ს, რომელიც იდენტურია ჩვენი ქართული r ბგერის ჟღერადობის კუთხით. ყურადღება? Literally-ის ნაცვლად ler, ქართული r, ler, მერე ინგლისური ენა გადახვეული r, literally. ნახოთ მაგალითში. I was so scared I could literally hear my heart beat. Or for General American, I was so scared I could literally hear my own heart beat. ხოლო სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება თარგმნოთ როგორც რასაც ქვია პირდაპირი გაგებით. ანუ ისე მეშინოდა პირდაპირი გაგებით ჩემი გულისცემა მესმოდა. რასაც ქვია ჩემი გულისცემა მესმოდა. Go ahead and use it.